საქართველოს პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალური ვიზიტ ყოფი აზერბაიჯანისა და თურქეთის ეკონომიკის მინისტრებს შეხვდა. პრეზიდენტთან შესახვედრად ისინი სასტუმრო რედისონში ვერა ქობალიასთან გამართული ორმხრივი შეხვედრებისა და ბიზნეს ფორუმის დასრულების შემდეგ გაემგზავრნენ. შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. ითქვა, რომ სამმა ქვეყანამ თანამშრომლობის სამაგალითო მოდელი შექმნა. ნამხელამნიშნობა აქვს ჩვენის ენერგეტიკის, რომ ჩვენი ხაზები აზერბაიჯანში და თურქეთში და ამიტომ მინდა მოგესალმოთ ყველას, ჩვენთვის ეს არის ძალიან კარგი ფორმატი აზერბაიჯანის და თურქეთის მინისტრების და საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ერთობლივი სამუშაო ფორმატი. ჩვენი ქვეყნები ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორებია ერთმანეთის განვითარებაში. თურქეთი არის საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი, ხოლო აზერბაიჯანი არის ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი საქართველოში. ბოლო წლებში $800 მილიონ მეტი ინვესტიცია შემოვიდა აზერბაიჯანიდან საქართველოში, ესე იგი უამრავი სამუშაო ადგილი შეიქმნა, უამრავ ქართულ ოჯახს გაემართა ხელი. ჩვენი მეგობრობის ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლოა, ახალი რკინიგზა, რომელიც წელს პრაქტიკულად დასრულდება და რომელიც აზერბაიჯანს და საქართველოს თურქეთის გავლით შეერთებს ევროპის რკინიგზასთან. პრაქტიკულად თურქეთი ხდება ჩვენთვის ფანჯარა ევროპაში, ჩვენ იზოლირებული ვიყავით სახმელეთო კომუნიკაციებით ევროპისგან. ეს რკინიგზა მართლა გარღვევა არის ჩვენი რეგიონისთვის ევროპის მიმართულებით. ახალი საბაჟო პუნქტები გაიხსნება საქართველოს თურქეთს შორის, კერძოდ კარწახში, მაჭახელას ხეობაში. და ვინაიდან ჩვენ სარფი დიდ გავაფართოვეთ თურქეთის ხიდანაც გაფართოვდება საბაჟო, რომ რიგები არ იყოს, ხალხმა იმოძრაოს თავისუფლად წინააღმდეგ. ზუსტად ესევე აზერბაიჯანთან ძალიან იზრდება არა მხოლოდ სავაჭრო, არამედ აზერბაიჯანის ტურისტების რაოდენობა საქართველოში. მაგალითად საქართველოს კურორტები ბაკურიანი, წყალტუბო, საირმე ძალიან ბევრი აზერბაიჯანელია მე თვითონ ნახე ბოლო თვეების განმავლობაში. რაც ხელს უწყობს ჩვენი ტურისტული სექტორის განვითარებას, მაგრამ ასევე ხალხთა შორის ურთიერთობას. აზერბაიჯანის მეშვეობით ძირითადად დასრულდება წელს საქართველოს გაზიფიკაცია. ქართული ოჯახების 80%-ში შევა გაზი. განსაკუთრებით ამ ცივ ზამთარში ჩვენ დავინახეთ, რამხელა მნიშვნელობა აქვს ჩვენის ენერგეტიკულ თანამშრომლობას. იმ პირობებში, როცა ევროპა სერიოზული პრობლემები შეექმნა გაზის მომარაგებით, საქართველოს საერთოდ არ ქონია პრობლემა ენერგეტიკული მომარაგების თვალსაზრისით და ეს არის აზერბაიჯანის დამსახურება. ჩვენ სახელმწიფოების ფორმატი შევქმნით ის, რომ ამდენი ჰიდროელექტროსადგური შენდება, ეს არის ისევე ის, რომ ჩვენი ხაზები აზერბაიჯანში და თურქეთში და ამიტომ დენის გაყიდვა შეიძლება და ესე იგი აქ იქნება უამრავი სამუშაო ადგილი ენერგეტიკის სფეროში, სადაც ჩვენები საქმეებია, მაგრამ ასევე პოტენციალო საწარმოები გაიხსნას ამ ჰესების აშენების პარალელურად და შემდეგ. საბოლოო ჯამში ეს არის ერთადერთი უმუშევრობის და სიღარიბის გადალახვის ჩვენ ქვეყნებში. ვერა ქობალია ძალიან აქტიურად არის ყველა ქვეყანაში, ორი ქვეყანაში და ეკონომიკის სამინისტროს სხვა ჩვენი სამინისტროებისთვის პრიორიტეტია თურქეთთან და აზერბაიჯანთან თანამშრომლობა. უპირველესად მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ მიგვიღეთ. მინდა გამოხატოთ ჩემი კმაყოფილება იმ ნაბიჯების მიმართ, რომელიც საქართველომ გადადგა ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით. აქვე მინდა გამოხატო თურქი ხალხის მადლიერება სომალიში დატყვევებული 3 თურქი მოქალაქის გათავისუფლების და ჩვენთან ჩამოყვანის გამო და ასევე ჩვენთან მიწისძვრის დროს საზარალებულებისთვის თქვენს მიერ აღმოჩენილი მნიშვნელოვანი დახმარებისთვის. მე საქართველოში პირველად ვარ, მაგრამ მე უცხოდ არ ვგრძნობ თავს. ჩემი ცხონებული ბებია იყო ბათუმიდან, ანუ ჩვენ ნათესავები ვართ. თქვენ ჩვენმა პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა ერთად გახსენეთ გზა, რომელზეც ჩვენ უკვე მინისტრებს და ბიზნესმენებს გვევალება, რომ უფრო გავზარდოთ და გავაძლიეროთ ეკონომიკური თანამშრომლობა. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ინიციატივა, რომელიც გულისხმობს პირადობებით მიმოსვლას ჩვენს ორ ქვეყანას შორის. ასევე მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ხელმოწერილი ხელშეკრულება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. მადლიერები ვართ საბაჟო სფეროში არსებული თანამშრომლობის გამო და მალე იმედია შევაძალაში ერთი ფანჯრის პრინციპი, რომელიც სამაგალითო იქნება მთელი მსოფლიოსთვის. თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არის ყველანაირი დახმარება გაუწიოს, რომ საქართველო ყველანაირად განვითარდეს. ჩვენ ვახალისებთ ჩვენს ბიზნესმენებს, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში და გააკეთონ ინვესტიცია. გუშინ საღამოს პირველად როგორც კი ჩამოვედი საქართველოში, შეხვდით ბიზნესმენს სასტუმროში. მან მითხრა, რომ ის საქართველოში ინვესტიციის გასაკეთებლად ჩამოვიდა და ესეთი რამ მითხრა, რამაც ძალიან გამაოცა. მე რა თქმა უნდა საქართველოში მიმდინარე რეფორმებს თვალს ვადევნებ, მაგრამ ამ პიროვნებამ მითხრა, რომ მან ერთ დღეში დაარსა ფირმა, იმავე დღეს მოხდა მისი რეგისტრაცია, ტელეფონი დაიდგა, ინტერნეტით ჩართოდა და საბანკო ანგარიშიც გახსნა. აი ეს უკვე ყველაფრის მაჩვენებელი და მტკმელია. ამისთვის დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. ეს რაოდენობა მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისთვის. მე მესმის არა მარტო როგორც მინისტრს, არამედ როგორც ყოფილ ბიზნესმენს და ეჯგარეშია, რომ ეს ყოველივე ქართულ ხალხს და საქართველოს დაუბრუნდება აღორძინების სახით.
Bir günde rejistre olduğunu, იმავე დღეს მოხდა მისი რეგისტრაცია. telefonunu bağlattı. Keçen yıl artık yol ურთიერთობები წარმატებით ვითარდება და მხოლოდ პარტნიორული ხასიათის არ არის. ჩვენი თანამშრომლობა მრავალმხრივია, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო პროექტებზე ვთანამშრომლობთ. ჩვენი სამი ქვეყანა ევროპას ენერგორესურსებით უზრუნველყოფს. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჯერუნად უნდა გამოვიყენოთ სატრანზიტო პოტენციალი. იმაჩნია, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა პოტენციალს კიდევ უფრო წარმოაჩენს. მე მინდა აღვნიშნო, რომ მსხვილმასშტაბიანი პროექტების გარდა აზერბაიჯანული კომპანიები დიდ ინვესტიციებს დებენ საქართველოში. ქვეყანაში უკვე საქმიანობს 272 აზერბაიჯანული კომპანია. მათ მიერ ჩადებულმა ინვესტიციებმა $800 მილიონ გადააჭარბა. ბოლო წლებში მათი დამსახურებით საქართველოში 7000 სამუშაო ადგილი შეიქმნა. თქვენ წეგან აღნიშნეთ და მეც მინდა ხაზი გაუსვა სოკარის საქმიანობას საქართველოში. მათ შორის გაზიფიკაციის პროექტს ქვეყანაში. ეს თანამშრომლობა გრძელდება და კიდევ უფრო ფართოვდება. აზერბაიჯანი დაინტერესებულია საქართველოსთან თანამშრომლობით. ეს აზერბაიჯანის პრეზიდენტის პოლიტიკაა.